დილა მშვიდობისა. დღეს წუხად მაგიდე გამოვწიე. ეს გავაკე. რა? აი ვიცი просто. როგორც ხელოდა. ეს უნჩავაც ეს თხელია. დასანიომა დაუბერა. რისი დამსახურებითაც შევძერით დაძინება. მიდია და მიდოდა ხამი დამტოვი ჩართული. Mēs tāvācam, āvučā, namavas. Ko orīt gajā halha. Čami restaurānti ārmāks. Hana. Kāds izsāš visā? Izsādi zīcēja, kāds restaurānti var šeisā. Mēgi vēl sastāvs. Mēs labim. Ada ვერ ვიტან კაცს ასეც სუნი აქ. მე ამას შევისწრი გუშინა დღეს ვერ ვიპოვე ის. მოსეტო ვერ ვისხა. ვერა. ის კიდევ არ ნახეს. ხაბერთა. აი ისოს თუ ვერ
ისა, ის ძველია. მეც მინდა წარ. აბანჭიქა არ არის. პატარა ჭიქით არ მეყვარს. თორე შესუნიამდეს. ბერსო. ესე იგი ზაფხულის სიცხეში გაციება მივლის სამაგიეროდ მოდის ქალებისთვის ასე ამოვნო სხვა პერიოდი ანუ ციკლი რომელიც არა სირცხვილი არ არის ჩვენი მშვენიერი სხეულის მშვენიერი თავისებურება დამადლიერებით უნდა ვატაროთ და არ უნდა ვმარლოთ და არ უნდა ვთრთოდეთ ვიღაცების თავში ჩადებული ამ აზრით გავიდა უკვე უამრავი საუკუნე დღეს ის აღარ ვართ რაც ვიყავით აი ყავა ესეთი მინდა მგონი და რა მინდა არ ვიცი რამდენიმე რამე მინდა ამიტომ რა მინდა არ ვიცი მაგარია ეს თან იმენა ფეხებში მიყურებდა იმენა ფეხებში აქ რატო დავდგი ვერ გავ ზუსტად 7 გრამი. ხედავთ ხელი როგორ მაქვს. დასპეცებული 7 გრამი. ახლა სახერი. ოქსი გრამი. და ჩემი ჭიქა არის გასარეცხი. ოდე. ეს გუშინ რა მიყიდა ნა? აუ შუღის დასატენი მაქვს. Ali არ ჩამისხე. აუ მაინც სუდად ხახაღაცა აი. არ ვიცი, სუსტად. სუნი აქ იმას. აი ამას. ესე იგი იკამ. გუშინ მოვიდა. ადრე მოვიდა გუშინ. დღესაც ნახევარი დღე ვიმუშაობ, ხო? მე ვიცე ქიქით ევასთან ერთად და ჩემი თხილის ნახევარი შეუჭამია ხალხო. მუსრია გავლებული. ხო და?
ხოჩით რა ალერგია ქონდა და მე წევს საწყოში და აი სვაკ ასე დაყრილები, აი ამ ხელებად, აი წითლად. აი მე ეს მინდა რომ ჭამო. Anoit gaan we mooi aan qualita, maar ik zet zelfs les traag iets aan, maar ik zeg zo dat. Oké. Oké. Zo me kopā. Ēta tu sadmēģini atsla ეხანა წახვიდნენ და ეხლა არის შედარებით სიგრილი. მაგრამ no, la polizia. იქ უნდა წავიდეთ, იქ უნდა დავიშვათ. Andrus, იქით უნდა წავიდე მე და შენ ხო აქ ხარ? მე თორეში ეს უნდა ჩამომეკიდე გარადაში და აქეთ წამოვიდე. გავიგე. გავიგე ჩემი ლანძღვის მიზეზი. აიცა. ჩემს ლანძღვაშივე პროცესში ხო ხვდებით. მოიცა იმას მოვიტან დასადები, მოვიტანოთ ერთად. დღეს და ანუ გუშინ ხო რაღაცები დავალაგე. დღეს იმდენი მაკიდე დასალაგებელი. მთელი სახლია დასალაგებელი, ხო ხვდები. ჩემი დაევასტანს ძმელია, ეს ამის გადასაფარებელი. მონიჩკა, შემოდი კარიდან. ეს ჩავიშვი გუშინ საშინლად ცხელია. სახანი აქ იყოს ისინი. აქ რა გინა ქალო? აქ რა გინა? წამოდი იქიდან. დებილია მე. იქ გადის. უი, ეს ჩაკეტილია. ой, მე ჩემი პატარა დედიკო, გარეთ დარში. ой, მე დედა.
კომენტარებს რო კითხულობდი იქიჩდა და ისეთი ამჟავებული იყო, ხდებოდი რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ არ ვიცოდი რა შეიტყობა, რა ვიცი. ეგეც თუ შედაკვირებით აქეთ შემოვდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ჩემი რაღაცები არ სიამოვნებს ადამიანს. ხოდა რა გინდა? დათვლილი მაქვს ამის კალორია რო იცოდე. შენთვის მინდოდა მომეცო, მაგრამ არ ვარ გებულა. ნება ეს კაია. ჩაკბეჭადეთ ეთყობა. აჰა. ქსაში მანქანით მოვდიოდით. ერთ ადამიანზე მის სიმხრიდან ნაცნობზე. თქვი, შემეტენი არ არის თქო. მაგას რა გაფრასებული. კარგი რა თქვი. ის არისო და მე ვარო, აი საშუაშია. არავის არ შეიძლება კონტექსტში არ თქვი, просто იმ ადამიანზე თქვი. კატასტროფა ეჭვიანი ადამიანი. ყველა სიტყვას უკუცაბავს. ეს ის არის გამოსხილი. შენ არ იცი ის გამოთქმა, ერთი ცხილის გული 9 ძმამ გაიყო. просто იცი უკვე. ეს დასაყენია. მოდი შევატენოთ, შევაერთოთ. ბაბი ევარა საყვარელია რა კარგი და როგორც პირი ბავშვია გაიზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერი. მადლობა საყვარელო. ანუ არ მიყვარს თავხედი ხალხი. ანუ ერთ რაღაცას რო იკითხავ და რო არ გიპასუხებ, ესე იგი არ მინდა რომ გიპასუხო. და მაგას რო ხტები მე სპეციალურად წერნით და იგივეს. რუსო, გიჩევ კვადრატობაზე იყიდე და განმარტება გააკეთე, იმიტომ რომ ძვირებია ჩემი გამოცდილება გაგიზიარე კეთილი გულით. იმაზე კონდიციონერზე. კვადრატობაზე იყიდე აუცილებლად თუ გინდა რომ ყველგან გააგროვოს. ან როგორ იცი? აი იქით ოთახში და აქ. სადაც ერთი კარი, ანუ აქაც შემოვა სიკვდილე? ასე მგონია ვერ შემოვა, არ ვიცი.
ან რა ეღირება ამ ხელასი. კი, ია გავცვალეთ ისა ვენტილატორი. თამუნა გუშინ ვიყიდეთ 2300 მიდიას ფირმის 60 კვადრატული. აბა ჩემი რა ეღირება? ეს არის 130. და რამდენი ეღირება? იყოს კვაზნიაკები. მან ნინი ბევრ ჩაიდალია ლიმონი. ევარა საყვარელი ხარ პატარაო. ვერ ვსვავ ლიმონით, ხა ჩაის აი ამ ყავას ლივსვავ ისეც ხელა. ციცი ბონი ისეთი ლამაზი და საყვარელია, კარგი მხოლოდ კარგი მემეტება. ხო, ძალიან კარგია. და კაი. ეს ლიმონისა და ევა მარჭამა. მემეტვა დარჩენი. შავეაო. ის ვერ გააქანავებ, ნუ. ამას ვერ გაიმე. ჯანს აღირაც მე და შენ გაჭი ამენახევარი. მე უფრო უფრთხილდები. საერთოდ მე რაც პასუხისგებლობა მაქვს აღებული, მე უფრო უფრთხილდები. ან ჩემ თავზეც მაქვს, მაგრამ სხვას უფრო უფრთხილდები. აუგემრიელია. ეს ციტრუსის არომატი აქვს. ვერაფერს ვერ გამوافყებ. ნუ ევა მიყვარ ხართო. ბონი მიყვარს, საერთოდ ძაღლი მიყვარს, მაგრამ ბონი სიცოცხლე არის და თქვენი ოჯახიო. ეს არის მადლობა საყვარელი. თბილისში იგუტება ყველაფერი მართლა ისეთ ხელა. აბა ეხლა აღარ მაგ მორჩა. всё. მოციაშვილი, როგორ მიხარია ხოლმე შენი ვიდეოები? მიყვარ ხარ ჩემო ერთადერთო საუკეთესო და საყვარელო ბლოგერო. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. უსამო დიდი მადლობა. ძალიან გამახარე. ბონი მიყვარ ხარო ლელომ. ნანა ევა სილამაზე გოგო ხარ. ლელონი გამოჯამთელდი საყვარელო. ბიძინა გამარჯობათ, მეც ეგეთი მანქანა მყავს 4 წელია საერთოდ არ დამემატებია ფრეონიო, ამან ეს ერთ თვეში დაამატა. ტაქსზე მუშაობთ? ანუ აუცნაურია. ნინო კოღოების კმენისთვის იცი რამე ბავშვი 4 წლის გოგო საფხულში კოღოს კმენის მერე იგლიჯავს ისე იფხანს კანს ფეხებს იცი რამე წამალი ნინი. მე იმას ანუ კოღოსგან სხვა რამე აი ეკამ დაწერა აფთიაქში იკითხეთ სპრეიც არის და კრემს. მე ვიცი ანტიალერგიულ ძვირფას, აი ბავშვს ალერგია ქონდა ანუ ნესტი წეფოვანი როა კანი და ანუ მტვერი რო ეყრება მაგაზე რა. და ანუ ეგეც ალერგიას აძლევს კოღოს ნაკბენი და ეგეც გამოდგება, მაგრამ ჯამში შენ მაინც კოღოსა წინააღმდეგო გინდა. მე რა ვიცი შესაერთებელი შველის და თუ გარეთ დადის რაღაცა საათებიც იყიდება აფთიაქში ადრე მეუბნებოდნენ გოგოები. ჩაქვშიო ვიყავით საშინლად რომ საშინელი კოღოები რო იყო. ნინო საღამოშვიდობისა. ნინი თაფლიანი რძე თაფლიანზე შეათბე ხველებისთვის კარგია თბილი რძე ერთი კოვზი სუფთა თაფლი დაუმატე და მოურიე ეგ ძალიან ნინი. ვაი მე ბავშვობაში მასმევდნენ მაგას და კიდე რაშიცი კარაკს აგდებდნენ შიგ. დღესაც გული მერევა მაგ გემოზე.
სარბენბილი კი სად იყიდე და რამდენადო? მე მეორადი ვიყიდე. მანანა ევანამდე ტიკტიკე პატარა ძალიან საყვარელი ხარ, მადლობა ძიფასო. ანუ სარბენბილი კი მე ვიყიდე. ვიღაცა უცხოელი კაცი იყო და აი ძალიან კაი სარბენბილი კი, აი გონი 5000 ლარიანია და 1200 ლარად ყიდა, იმიტომ რომ საქართველოში იყო ჩამოსული რაღაცა სამსახურებრივად და მიდიოდა და ნაქირავები ქონდა ხალხო, აი რო გადიხარ თბილისიდან უკვე იქ კერძო სახლები როა თბილისი მოლთან, ანუ კარფურიც რო არის, აი გასასვლელში ხეივანზე, დიდი კერძო სახლები როა. იმხელა ორსართულიანი სახლი ქონდა ნაქირავები, გერმანული ყავდა და ინგლისურენოვანი იყო, კოდი მიპოვა მაიმარკეტზე, 1200 ლარი მივეცით და პლუს მოტანა კიდევ რაღაც მანქანა ვიქირავეთ დიდი. და მოტანა საშიად ძიმეა. მაგრამ აი რავი ძალიან მომწონს, ძალიან მაგარი რაღაც არის. ისე მე არ მიყიდია მაღაზიაში და არ ვიცი. სანდრანინი ადრე გიყურებდი და მგონი ეხლა ახალ სახლში ხარო. კი ძვირფასო ეხლა ახალ სახლში ვარ. ძიძი კიდე უფრო გამხდარი ხარ, ნეისაოცარ ფორმაში ხარ. ღამე თუ არ გახვალებ ძილში კეტოტიფენი დალია ერთის არის და მოგეხსნება ხვალება ან ნოშბას სპაზმის მომხსნელიც არის და ჩემს ოჯახში ყველა ვსვამთ, კარგია ძალიან მალე გამოჯანმრთელება. მე ესე იგი წამლებთან როგორ ვიცი, რაც შეიძლება მინიმალურ წამლებს ვსვავ. ანუ მე რაც აუცილებლად მჭირდება მარტო მაგებს ვსვავ. აი მაგალითად ADHD-ს წამოსვავ, რა ვიცი, ზოგჯერ ეგეც მავიწყდება თვეშება ერთი ან ორი და მავიწყოს, მაგრამ იმდენად მაგ გამჭირდა რომ ეს ჩემთვის აუცილებელია და უნდა დავლიო, რომ აი მაგას ვსვავ და ეს ინდონელი და რაღაცების მინდა რომ დავლიო, იმიტომ რომ ანუ იმექიმე რომ დამინიშა და გამოვიწერა, სანამ ვადა გაუვა, უნდა დავლიო. მაგრამ ვერ მივიყვანე იქამდე ჩემი თავი. ძილში არ მახველებს. საერთოდ არ მახველებს ძილში. აი ანდრიას ახველებდა ხოლმე ძილში. მე არა. აი რო გამოვიცემ მე, რა არ ვიციათო. რაღაც ნახველიანი, ანუ სპაზმური არა მაქვს. რაღაცა ანუ როდის რომ მაწუხებს ნახველი ან ლაპარაკს ვიწყებ მე მართლაც ხოთ შეს დღეს უფრო უკეთ ვარ ვიდრე გუშინ იმ კუთხით რომ გუშინ ძლივს ლაპარაკობდი დღეს ეგრე აღარ ვარ თითი ani ევა ბონი მიყვარხართ ნიკატებთან რა ურთიერთობა აქვს ბონის ხომარ ეჩხუბება ჩემი ცუგოებს ატანა რა აქვს ფისოების მე კიდე ისე მიყვარ ვაიმე ესე იგი ეს არის ძაღლი მე არ ვიცი რანაირი ძაღლი არავის ეს არ ეჩხუბება მე არ მინახია ეს ვინმე შეჩხუბოს კატა იქ ხოწევს ხოლმე მიდის ხოლმე უნდა ხოლმე მისვლა მაგრამ ემ კატებსატან არ აქვთ ძაღლების საერთოდ და თან ამ კატების პატრონს ყავს ბევრი ძაღლები რა და საერთოდ რეაქცია არ აქვთ ამ კატებს საერთოდ ძაღლებზე უარა ეს შეხედა არც შეეშინდა არც გაიქცა არც თვითონ არ ქონდა აგრესია პროსტა იწოდა გაიარეო რა იმ კატას ეგ რეაქცია ქონდა ამას არა არ მისდევს არ მირბის არანაირი აგრესია არა მგონია რომ შეიძლება კატამ რომლის სახშიც ძაღლი არ ყავთ პირიქით ატიროს ეს იმიტომ რომ მე რო პუდელი მოვიყვანე კატამ ყავდა და ისეთ ხეში აგდებდა ჩემ პუდელს ჩემი კატა ახლოს მიდიოდა ეს დეგენერატი პუდელი უნდოდა და ესუნა ეთამა ეს ახლა იცი დებილურად პატარები რო არიან და ის კიდე რომ მოუქნევდა ერთი თაცხა ყურზე ხან თვალში ხან ცხვის კიო და ეს მორბოდა ჩემი და ამას საერთოდ არ აქვს სიავე მე არ ვიცი ისეთი ტკბილია ისეთ თბილია რომ კონჩი ხუახუა ლივი ნინი ბოდიში თუ შეგიძლია მითხარი ეს ყავის მანდუყარა შეიძლება შევიძინო მალე გამოჯამწებას კისო ჩემი ყავის მანდუყარაზე ამბობს ეგ ვაგზალზე ვიყიდე მე
წლების წინ ვიყიდე კიდობანში უქვედა სართულზე, აი რავი რამდენი ხნის წინ. ეს არის ვაიმე რთულია კაციამა მე გაზაფხულზე გადავიტანე ზამთარში არ გადამიტანია ვირუსი. გაზაფხულზე პირველად მესმის ზაფხულში ზამთარში ვირუსებია გაზაფხულზე სიცხეა. ზაფხულში სიცხეა გამოჯამრთელობას გისურვებ. ხო, ზაფხულში ანუ მე ზღვიდან მოვიტანე. იქ არის ბევრი. კეთი მშვიდობაში, მადლობა ძირფაზე. მანანა ევარა საყვარელი ხარ. მანანინი გამოჯამრთელებას გისურვებ. ლელა ბონირა საყვარელი ხარ, როგორ გავხარდა სახლში ასლა. იკას თანახვა ერთი ბეწო უტკბილესია. ნანა, ნინ გავხდარი მეჩვენები რამდენი კილო ხარ ჩემო ლამაზო. ესე იგი 56 და 750 ვარ. ოღონდ ვფიქრობ რომ უფრო ნაკლები ვარ, მაგრამ ეხა ციკლი დამეწყო და ეხა იდგება გუშინსაგრე მაჩვენა დღესსაგრე, მაგრამ ეს მაჩვენებს ხოლმე დაჟე პლუსსაც მაჩვენებს ახლა ალბათ ხვალზე და შემდეგ აღარ ავიწონები და იქ რომ გადავა მე პლუს 2-3 დღე რომ გავა, მე იქნება ზუსტი წონა. ხო. აბა ვნახოთ აგვისტოს ბოლომდე. რამდენი იქნება? ბოლო კილოგრამები ყველაზე ნელა მიდის. ნუ ეხა თუ არ შემშილობ და არ იტანჯავ თავს. პლუს რო ვარჯიშობ, ეგეც ანუ და პლუს კიდე ის ანუ რამდენი ხანი ქონდა. ანუ მე ხო გეუბნებით 5-6 წელი, 6 წელია 57-ზე ნაკლები მე არ ვყოფილვე. და ქვემოთ ჩასვლა რთულად მიდის. მაგრამ მიდის. არ მეჩქარება. დაველოდები. საწავა. აი საწავა. ვერცად ვერ წავა. დეფიციტი არის ჯადოსნობა. კეთი ლიასეთი გამჭვალე კაბაცია თუ მეჩვენებაო. ნეტა თქვენ რა ამ სიცხეში რო აცვია საერთოდ რამე არ გიკვირთ. თეიკო ნანა გეჩვენებათო. არა ჯუფას არ გეჩვენება. ეგეთი კაბა. ადრე მოსკოვის გამზირზე გარეთაც ეცვა ხოლმე ზაფხულში ეგ. ანუ ისეთი გრილი არის რომ გეგონება არ გაცვია საერთოდო. ხო და ეხა ბათუმშიც ერთხელ ჩაიცვა გარეთ. მესოფელს უთქვია რომ გამჭვირვალეა, ვიციო. ხო და მე რაღაცა უცემს გარეთ. სახში სვაცვია. უყვარს ძალიან, იმიტომ რომ გრილი ძალიან ცხელა ხალხო, აი ძალიან ცხელა. მეც მინდა ლიფჩიკი და ნუ ტრუსიკით ფაქტობრივად დაადვეს ტრუსიკი ვიცი შორტები მაქვს ძალიან მოკლე და ზემო ტოპიკი აი ამაზე პატარა არაფერი მაქვს თორე სუეს იმიტომ აცვია რომ პროსტა ტოპიკი შეიძლება ჩავიცვა ხო იმიტომ რომ აი პროსტა კატასტროფულად ცხელა აიმე ეთერი რა ტკბილი ხარ მიყვარდით მიყვარხართ და სულ მეყვარებით როცა სიყვარულზე მესაუბრები ჩემო საყვარელო შენობით მომმართე ამოჯამრთელებას გისურვებ საყვარელო ნინი მინდა გითხრა ყველა იგულისხმე იმიტომ რომ შენობით რა ტკბილი ხარ მინდა გითხრა რომ 6 წლის წინ სწორედ ზაფხულში ვნახე პირველად შენი ზღვის ვლოგები. ანდრუსი და თოკო ისეთი პატარები იყვნენ, ახლა კი უკვე კაცები არიან, ძმები ვიწყყვანან. ულამაზესია ვიტუნაკი თქვენი ლამაზი ოჯახის ნამდვილი გვირგვინოსანი დედოფალია. ბედნიერ სიხარული და სიყვარულით ასეთ დღეებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი შენ, ჩემო საყვარელო, რადგან შენი ოჯახის ლოკომოტივი შენ ხარ. ვაიმე, დიდი მადლობა საყვარელო. იმიტომ გითხარი შენობით მომართე, რომ ჩემთვის თქვენობითი ფორმა არის რაღაცა უცხო და განყენებული და აი ყველას ვინც
ახლობელია ჩემი შენობით ველაპარაკები ხომ და მეც ეგრე მომწონს რომ მომათავე. მაგრამ მე მივხვდი რომ იგულისხმე ყველა. დიდი მადლობა ძვირფასო. ისე მალე გადის დრო და აი ზოგჯერ ტირილამდე მენატრება ხოლმე, აი რა იქნება რომ ერთი დღე დამაბრუნდა ჩემი შვილების ბავშვობაში. ჩემ ბავშვობაში არ მინდა. არ მინდა. ჩემი შვილების ბავშვობაში მინდა. ისე მენატრებიან პატარები რო იყვნენ. ხო და ევაც ისე მომენატრება. და რა სამწუხაროა რომ ეგ დრო უკან მოუხედავად გადის. ციცი გემრიად მირთვით სადამთრო რა კარგი ჩანს მე არ მიყვარს სადამთროს ყიდვა მეშინია ცუდი არ გამომადგენ ჩემს თავზე ვერ ვიღებ ხოლმე ესე იგი იმედენად ბევრი სასუქი ქონა მოყრილი მაგ სასამთროს რომ იკამ კარგად იცის გარეცხვა ხო იცით და საერთოდ ლურჯად იყო გარედან ანუ ვერ გააშორა რა და საერთოდ სადამთროებს რო არჩევდა მე ორივე ხელი ლურჯი ქონდა და რო შევჭამე რაღაცა მომეჩვენა რომ წარეგიმოს ტოვებდა და არ ვიცი გაციების გამო მომეჩვენა თუ ეგრე იყო არ ვიცი ნესვი ძალიან გემრიელი იყო ციცი გილოცავთ შენაძენს ნიო მადლობა ლიზი უსაყვარლესი ხარ მალე გამოჯამწებას გისურვებ მაინტერესებს ჩხოროწყუში როდის მიდიხართ მოგვენატრა იქაური ვლოგები ამაზე ცალკე ვიდეოს იმას ვიზავერთხელ ილიანინო სადღაც მინახი ხარ მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ გიცნობ ნამდვილად არ ნიშნავს ქობულეთში ჯობია მგონიო რუსო სიამოვნო შენი ყურება რაღაცნაირად მავსებ ვიცინეო ვენტილატორზე ირმა გეხუტუნე ერთი მამაცია და ერთი ევასიო შენი რეაქცია აი ესე იგი თქვენ რომ ნახოთ ევას და იკას ერთად ყოფნა აქ დავწვევი და მესმის ევა ეუბნება რომ ანუ ეს სხვანაირი კატაა და იკა ეუბნება ნაილი პეპოს კატაა სუპერია ნაილი მე ევა ყვირს არა სხვანაირი კატაა ნაილის კატაა იკა ევა კივის არა მე ევა ეუბნება მამა წყალი მინდა და იკას ტელეფონში მე აქ ვარ წამოწოლილი და უტოვე ბავშვს მამა ჰა წყალი მინდა მამა ხო და მე ჯერ როდის გააგონებს მე როდის ადგება მე ახლა რო დაიწევს ჯერ გახსნის მე მოხსნის მე გარეცხავს მე 3 საათი გადის და ბავშვზე მამა მწყურია ბონი გამოდი აქ ხა და მთელი ცუდი მამა მე მორბის ჩემთან კაცო რა გინდა ისე უნება და მე დრახტა ვენტილატორი მამასია და ევასია ანუ ვერ ურთიერთობენ ადამიანურად, ნერვებს უშლის საშინლად ევას იკა, ან იცის კომუნიკაცია დაყვირებით, ან ყურადღების არ მიიქცევა მაქსიმალურად და როცა რაღაც აკეთებს, იმდენად დიდხანს, რომ ბავშვი ჭკუიდან გადაყავს. ამ პირის მობანმაზეს დაიჭერს თავს ეს ახალ დაადებს ბავშვი აღარ ამოძრავებს და ასე და ამას აკეთებს 10 წუთი და ბავშვი უკვე კივის ბოლოს და მე მიურბიო რომ ხელიდან გამოვაცალო. და მიუხედავად მაგისა ანუ იკას ტყავს არასდროს არ დახევს. იცოდი. ხა ეს მარიამნი ლამაზო შენ გიყურებ
ლამაზი ხარ, კარგი ადამიანი ხარ, ძალიან მიყვარ, ხარასაყვარელია, ბონი ძალიან მიყვარს. მადლობა საყვარელო. თინათინინი მიყვარ ხარ ძალიან. ირმა, გილოცავ ჩენაზე სასიამოვნოდ გაგრილობას რომ მოვიტანე ირმა. გეგონება საერთოდ არ აგრილებდა რა, რავი, ვერ ვიგზენი ისეთ ხელოდა. ვერ ვიგზენი. უცებ რო ჩავთვე თითქოს თბილ ჰაერს უბერავდა. მაგრამ აი ოთახში რომელშიც არის ეგ ჩართული და რო შეხვალ მე აქ მაგალითად სადაც არ არის ჩართული, აი მე იგზნობ. მე იგზნობ თურმე როგორ აგრილებს. ასევე, როცა გამორთავ. ვაიმე, დაჟე გუშინ მაღაზიაში წავედი, მე იქა და ბავშვი. ჩართული დავტოვე, იმიტომ რომ მოვიდოდი გავიგუდებოდი. რია გავფრთხილე არ გამორთავ, იმიტომ ვიცოდი რომ გამორთავდა. ციცი დილამშვიდობისანი მალე გამოჯამთრდი ბათუმში და ყველგან ძალიან მაგარი სიცხეებია. უბრალოდ შენი სახლი თბილისი სულ სხვა, უფრო მშვიდად გრძნობ თავს ლაღათან ბათუმში. ნესტიანი ადგილია, სხვანაირად იგრძნობა სიცხეთან, ეს ავადმყოფობა დაგემთხვა, არა უშავრა ყველაფერი გაივლის ჩემო ლამაზო, კარგადაც გახდები უფლის წყალობით. ამინ ძვირფასო. ესე იგი ის არაზე მეცინება, რა მიხარო და მთელი ბათუმში ყოფნის რო ფიქრობდი, რომ ვაუ, არ გავცივდი. ვაუ. არ გავცივდი რა მაგარი, ანუ ყოველთვის რო ჩავდიოდი ხოლმე მალევე ვცივდებოდი რა და ვა, რა მაგარია და ბოლოს არ იმასქნა კედელზე მიმასხა. და თურმე ეს ყველაზე უარესი ყოფილა რომ უნდა იმგზავრო მე ეს. ლიზა სულ მიკვირდა რატომ მოსწონს ბათუმში. დასვენება ადამიანებს სიცხე და ჩახუთულობა გაუსადლის შეკვეთილი გრიგოლეთი გონი უყვარიათი აქ წაით მომავალ წელს იქნებ მოგეწონათ ბათუმი არის ჩემთვის 10-დან 4. უი. მე მიყვარს просто აი არ ვიცი просто მოვიდა? უნდა ჩავიდე ხალხო ყველი ვიყიდო. როგორ მისარი. მაგრამ უნდა ჩავიდე. მაწონი და ყველი ვიყიდე. დავდე ფეხა და მოვა. აი მომენატრე ჩემი გოგოები. მერზე მაწონის გოგოები. და მეგობრები და ძალიან შემიყვარდნენ, სასაყვარლები არიან. აი გეგონება გმირობა ჩავიდინეო, ჩავიდა, მოდი ისე დავიღალე. აჰა. ასმათი, მეც მიყვარს ხელჭამანიანი და ხაჭაპურს ჩანგლით ჭამენ როგორ. არ ვიცი, შეიძლება ისე უფრო მოსახერხებელი იყოს ვინმესთვის როგორც ჩემთვის ეს, მაგრამ ჩემთვის არ მოსახერხებელია. აუ წაიღეს ტვინი ჩანგალი არ გაქვს ჩანგალი არ გაქვს. კაი ერთი. ინგა ლამაზი გოგოები. მე მიყვარხარ შენ და შენი ოჯახი, მადლობა ძირფასო. სადაც უფრო ცხელად თბილისში თუ ბათუმშიო, მან მე მეშვენება რომ ბათუმში. საერთოდ გუშინ საღამოდან და დღეს დილასაც ეხა ნეომაც წამოუბერა და თითქოს რაღაცა ცოტა იმას ქნა, აგრილდა სავით მეშვენება. აქ მინდა ცოტა ეს მინდა რომ იქით გადავდგა რომ ეს პანჯარა გავაღო ხოლმე. მაგრამ მე აღარ გვექნება აქ ესეთი კაი განათება. ასმათ გილოცავ შენადენს. ნინი არჩევს განმანტებით კონდიციონერიო. კონდიციონერი ძვირია ძვირფასო. ეხა ანუ კონდიციონერი ხა ჩემს მე ასე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ნახე ავიცი ხა იაგვისტო ხო? всё. ერთი თვისთვის 2660 კვადრატიანიო და ამას უფრო მეტი დაჭირდება ამისას. 1-3000 მაინც ხო დაჭირდება, ასაბეც 500. დიდები იმდანაც ძვირი არ ეღირება, იმიტომ ესეთი მოთხოვნა ალბათ არა. მაგრამ როგორ არა იმეებში, ოფისებში და რაღაცებში დაჭირდება დიდები. საერთოდ დიდი რაღაცები, დიდი შეფუთვები და ისინი მაინც უფრო იაფია ხო, მაგრამ ჩემთვის ძვირი იქნება. ახლა მე პირველი რაც მჭირდება, ნახე რამდენი რამე მჭირდება, ხა გითხრა. სამზარეულო არა მაქვს, ყველაფერი კარეთყრია. ანუ
იმიტომ კი არ ყრია, რომ შელაგება ეზარება ადამიანს, შესაძლებელი არ არის. სათავსები კარადები არ არის. ანუ არ ყოფნის. იმ მაგათი კარადა როა ერთი ნახევარიში გაწვა, მაგათი ნივთები. შესაბამისად, ანუ არ არის უბრალოდ. არ არის. სამზარეულო არ არის. მაცივარი, ნახევარი ყველაფერი გარეთ გვიწყვია ისევ და ისევ, იმიტომ რომ არ ეტევა მაგ მაცივარში არაფერი. ჩვენი ოჯახისთვის ახლა ორი კაცისთვის შვენიერია. მერე ჭურჭლის საცხი მანქანა მთელი დღე უნდა იდგე იქ და ხელით რეცვა. მერე ჩვენს ოთახში ნორმალური კარადა არ არის თუ ამჩნევ, მაგრამ ამას რა უჭერს? პირველი ხარისხოვანი ჩემთვის რომ ბავშვების ოთახში ვიყიო კარადა, იმიტომ რომ საერთოდ კატასტროფა ძველი კარადა და არაფერი არ ეტევა არც იქ, ასე რომ ანუ ის კონდენსიონერი არის მე-1000 ხარისხოვანი. ეხა ჩემთვის. ასმათი თმები შეიჭერი ამ სცხეში აღარ დაგცხება ძალიან. თმები აწეული მაგ და შეჭრილ თმებში უფრო დამცხება, იმიტომ რომ ვერ შევიკრავ. რაღაცა ვენტილატორი 95. ნინი როგორც ყავთით აქტიურად იყურებთ ყოველ დღეს სიახლეები მომწონს მოკითხა იკას. აჰა. ეს იყო ბოლო კომენტარი. სალამი ყველას ვირფასებო დღე მშვიდობისა. ეხა ჯერ გუშინდელ ბლოგს გავაკეთებ, რომელიც დამეზარა რომ გამეკეთები. მე ამას მიყვარხართ გოცნით. ნადროებით. დღეს გავაგრძელოთ აქაურობის დალაგება, ახლა გარეცხილი მაქვს ისინი და გასაფენია. დასაცმელი.